სეზონური ვირუსების რაოდენობა იმატებს, გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც. ეპიდემიოლოგების შემთხვევების მატებას და დეკემბრის ბოლოს გავრცელების პიკს ელოდებიან. ექიმების განმარტებით ქვეყანაში ძირითადად A-ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთვის პნევმონია. ამ მხრივ რისკ ჯგუფში პირველ რიგში მცირეწლოვანები არიან. სიფრთხილე მართავთ ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც. ეპიდემიოლოგები A-ტიპის ვირუსს ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპთან ერთად ეგრეთ წოდებულ ჰონკონგის შტამსაც მიაკუთვნებენ, რომელიც გაცილებით სწრაფად გადამდებია, თუმცა კლინიკური მიმდინარეობით არ განსხვავდება. ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას ამშვიდებს და აცხადებს, რომ მომატებული ვირუსების მიუხედავად ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და სისტემა პროცესს მართავს. დღეისთვის სტაბილური, აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შედარებით გაზრდილი რაოდენობით ავადობის, იქნება ეს გრიპის ვირუსი თუ სხვადასხვა ტიპის ვირუსები. ყოველი სეზონის, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად მატულობს რაოდენობა, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. რასაკვირველია, ასეთ დროს რეკომენდაცია კვლავ უცვლელი რჩება, დაწყებული ხელის დაბანით, დამთავრებული ხელის ხშირად დაბანით, დამთავრებული, რა თქმა უნდა, ისეთი დამცავი საშუალებებით, როგორც არის თუნდაც ხალხმრავალ ადგილებს, რომ მაქსიმალურად თავი მოღვარიდოთ. მით უმეტეს ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც შეიძლება ვირუსის სიმპტომატიკა ჰქონდეთ. ამიტომ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის რეალურად არ არსებობს.